არიყავას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. მშვიდობა მამა გიორგი, დაგლოცეთ და პირველ რიგში გმადლობთ მოგზაურობისთვის. თქვენ მადლობთ და ღმერთმა ყველა დაგლოცოთ. მამა გიორგი, ჩვენს ირგვლივ არაერთი სასწაული ხდება ტაძრებში, ოჯახებში, ხშირად შევწრები ვართ ყველა რომ მოდის ხატიდან მირონი, ხომ? საინტერესოა პირველ რიგში როგორ აიხსნება ეს ყველაფერი და როგორი უნდა იყოს ქრისტიანის პოზიცია. ძალიან რთულია ამ მოვლენის ახსნა, იმიტომ რომ მე შემიძლია თამამად გითხრათ რომ თავად ხატი როცა იქმნება, იწერება, უკვე სასწაულია ეს ფაქტიურად. თუმცა ხატის არსებობაა ჯერ სასწაული და შემდგომში ამ ხატის მიერ აღსრულებული გარკვეული არა ბუნებრივი ქმედება უკეც მეორე სასწაულია. თქვენ მართებულად შემეკითხეთ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანის მიდგომა, იმიტომ რომ სასწაულები, იგივე მირონდენა და გარკვეული მოვლენები ყველა რელიგიაში არის. წარმართობაშიც აი კერპებიდან მაგალითად ვენერას კერპიდან ძალიან ბევრი გარკვეული სითხე მოედინებოდა, კეთილსურნელება მოედინებოდა, მაგრამ ხო არ უნდა ვთქვათ რომ ეს რაღაც გარკვეული ღვთაებრივი სასწაული იყო, ანუ სასწაულებს მოახდენს ეშმაკიც, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მიდგომა მართლმადიდებლურ ჭეშმარიტ სასწაულსა და არაჭეშმარიტ სასწაულს შორის. და ძალიან ხშირად აი თანამედროვე ქრისტიანები როგორც კი რაღაც უჩვეულო მოვლენას დაინახავენ, მაშინვე გამოიტანენ დასკვნას და ამბობენ რომ ეს არის სასწაული ღვთაებრივი და გარკვეული შეხედულებები გააჩნიათ. ეკლესია გვასწავლის მამები, რომ ნუ ავჩქარდებით დასკვნების გამოტანაში. ნუ შევაფასებთ მაშინვე, რომ ეს კარგია თუ ცუდია. ეს არის პირველი მიდგომა. არ ავჩქარდეთ, კომპეტენტურ პირებს დაველოდოთ, ეკლესიამ ინჯილოს, გარკვეულმა ეპისკოპოსებმა, მამებმა და შემდგომში გარკვეული დროის მერე შევაფასოთ, ეს იყო თუ არა სასწაული. როგორც კი გარკვეულ სითხეს დაინახავენ ხატზე, ან ჯვარზე, ან კედელზე, ან გარკვეულ ადგილებში, მაშინვე გონიათ, რომ ეს არის მირონი. შეიძლება იყოს ჩვეულებრივი წყალი, იყოს რაღაც გარკვეული ბუნებრივი სითხე, ან კეთილსურნელება. რატომ მაინც და მაინც მირონი, ხო? ვთქვათ, მაშინვე ვაფასებთ რომ მირონი. არა, ესეც არ იყოს მირონი. უნდა კარგად დავაკვირდეთ ეს ხატის რომელი მონაკვეთიდან მოდის, თვალებიდან, ხელებიდან, მკერდიდან. თუ მოდის თვალებიდან, ეს უკვე რაღაც სრემს ნიშნავს, წყალია, ხო? თუ ხელიდან მაკურთხეველია. ამიტომ ეკლესია გვასწავლის ჩვენ რომ აი ესეთი სწორი მიდგომა მინდა ჩამოვაყალიბო რომ რაღაც გარკვეულ მოვლენას, ესე ვთქვათ, ნურც მაშინვე ნუ მივიღებთ და ნურც მაშინვე ნუ უარყოფთ. არიან სკეპტიკოსებიც ხო მაშინვე არაფერი არ ჯერათ და მოკლედ ისე დაასამარებენ რაღაც გარკვეულ მოვლენას და ადამიანს აღარანაირ სრული აღარ უჩნდება რომ მას სასწაულზე რომ ილაპარაკოს. სასწაულის შესახებ მაცხოვარი გარკვევით ბრძანებს სახარებაში რომ ბოროტი და მემრუშე მოდგმა ეს ეძებს სასწაულს და არ მიეცემა მას სასწაული გარდა იონას. რატომ მიეცა იონას სასწაული? იმიტომ რომ იონა მიქადაგა ნინევიაში და რა იქადაგა სინანული, რომ ეს ქალაქი გადარჩენილიყო. ანუ სასწაულის თავარი დანიშნულება უნდა ხაზგასმით აღნიშნოთ არის ის, ეს ოჯახში მოხდება, ეკლესიაში თუ რაღაც სხვა ადგილას, რომ ღმერთი რაღაცაზე მიგვანიშნებს, რომ ის კი არა რომ ყოჩაღრა, რა კარგი ადამიანები ხართ და აი მე თქვენთან მოვედით და რაღაც სასწაული დაგენ. არა, მე არ მომწონს თქვენი ქრისტიანული ყოფა, თქვენი ცხოვრების წესი და უნდა შეიცვალოთ, უნდა გახდე უკეთესი. და დაფიქრდე საერთოდ რისთვის ვისწრაფოდეს, ხო? თუ ჩვენ ასე მიუდგებით, ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ აი მაგალითად, იცით რომ რამდენიმე ოჯახში მოხდა ხო სასწაულები. თუ ის ოჯახის წევრი ან წევრები მაშინვე ამ პარტნიორობაში და თვით ასე ვთქვათ რაღაც კანდიდატებაში ჩავარდებიან და დაიწყებენ რაღაც გარკვეული მოვლენების თავისებურ შეფასებას, ის სასწაული უკვე მაცხოვნებელი კი არ იქნება, არამედ უკვე დამღუპელი იქნება. ამის მაგალითები ძალიან ბევრი იყო, რაღაც მკითხაობა დაიწყეს, რაღაც მოვლენების თავისებური ახსნა დაიწყეს და რაღაც აპარტაუნებაში ჩავარდა ის ხალხი, ვის ოჯახებშიც აღესრულებოდა ზუსტად ეს სასწაულები. ამიტომ უნდა ჩვენ მაშინვე დავიმდაბლოთ თავი, მაშინვე მოძღვარს მოუხმოთ, აღსარება ჩავაბაროთ, ვეზიაროთ, რომ ეს ყველაფერი ღვთისწყალობად მევიჩნიოთ, ოღონდ არა იმიტომ მოხდა ეს ღვთისწყალობა, რომ მე ამის ღირსი ვარ, ამეთ უღირსი ვარ და მე ალბათ ღმერთმა ამით მიმანიშნა რაღაც. აი პატარა მაგალითს მოგიყვებით, მაგალითად, როცა ვინმე მექარაუნე მუჰამედს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა რომ მე ვარ ესე და ეს ანგელოზი და გამომგზავნა ღმერთმა, მან მაშინვე დაიჯერა ამ ანგელოზის გამოცხადება და შექმნა ასეთი სრულ რელიგია, როგორიც არის ისლამი, ხო? და როცა ანგელოზი გამოეცხადა ანტონი დიდს, ანტონი დიდმა უთხრა, ანგელოზმა უთხრა რომ მე თავარ ანგელოზი გაბრიელი ვარ და ღმერთმა გამომგზავნაო შენთან.
ანტონიდან მოპასუხა რომ არ არსებობს ასეთი რამე, ისეთი უღირსი ადამიანი ვარ, რომ ჩემთან ღმერთიო შენ არ გამოგზავნი და არ დაიჯერა. ასეთი მიდგომა რომ მე არ მჯერა და არ ვაღიარებ, უფრო უკეთესია, რომ ღმერთი არ გეტყვის რატო არ დაიჯერეო. რატო დაიჯერეო თქვა, რომ არ დაიჯერო, ეს უფრო კარგია. რომ აი მე უღირსი ვარ, არა ვარ ამისი ღირსი და ასე თქვა, ასეთი მიდგომა უფრო უკეთესი იქნება. მაგრამ თანამედროვე ადამიანი მოგხსენებათ გარკვეული დაცემული აზროვნებით სულფიქრობს რომ აი მე ქართველი ვარ, მართლმადიდებელი ვარ და ზუსტადაც აი მე სხვაზე უკეთესი ვარ და ამხელა კორპუსში, ამდენ უბანში ერთმა გამომირჩია მე და აი ჩემ ოჯახში დიდი ხანია ველოდებოდი ამ სასწაულს და მოხდა და სამწუხაროდ ყველაფერი მე თავდაყირად გება და იმ ადამიანის გამოყვანა იმ მდგომარეობიდან რომ შენ სოდვილი ხარ შვილო და ეს სასწაული იმიტომ კი არ მოხდა რომ შენ ამას იმსახურებდი, არამედ ღმერთმა მიგანიშნა და შენი საქციელი არ მოწონს და ღმერთმა თავისი წყალობა და სიკეთე დაგანახა იმისთვის რომ შენ უკეთესი გახდე და განიკურნო. სამწუხაროდ ასე არ ხდება. კი, გარკვეულ მომენტებში ხდებოდა, მაგრამ მაინც შეგვიძლია ბევრი მაგალითები მოვიყვანოთ იმის, რომ ადამიანი უფრო ამპარტავანი ხდება და თვითდაჯერებული ხდება, რაც ძალიან ცუდია მისთვის. მეტყვი ჩვენი გადაცემის ასე ვთქვათ, აზრიც ის არის. საინტერესოა თქვენ როგორც მოძღვარი რას ურჩევდით იმ ოჯახებს, მამა გიორგი, როდესაც აი ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან და შეიძლება არ ყოფნით ისეთი რწმენა ამ ადამიანებს, აი რა შეიძლება გააკეთონ ისე რომ არ ჩავარდნენ არც ამპარტავნებაში და ყველაფერი გააკეთონ ზომიერების ფარგლებში და ეს ყველაფერი მიიღონ როგორც მინიშნება და როგორც წეგან თქვენ ბრძანეთ რომ იფიქროს ადამიანმა იმასე რომ ეს არის მინიშნება რომ შეცვალოს მისი ცხოვრება და ისწრაფოდეს თქვა სულის გადარჩენისთვის ხო? მაშინვე უნდა გადახედონ საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას. თუ ყოველკვირა მაზიარებელია, ამსარებელია, მარხველია, ძალიან კარგი. უფრო მეტად გააძლიეროს, მაგრამ თუ გადახედა თავის ცხოვრებას და დიდი ხანია არ ზიარებულა, ან საერთოდ არ იცის ზიარება. და ესეთი მაგალითებიც ვიცით, ხო? მაგალითები ბევრია, რომ ისეთ ოჯახებში ხდება ეს გამოცხადება, ისინი არარელიგიურები არიან და უფრო არარელიგიურები ხდებიან, საცხადებს რომ მე რაღაც მინდა ეხლა ზიარება, ღმერთი ცოცხლად მოქმედებს ჩემს ოჯახში, ხო? მე რაღაც მინდა ეხლა ვიღაც მოძღვარი რომ მე ხო პირდაპირ ღმერთთან მაქვს ურთიერთობა, ხო? ანუ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, ქედმოხრილებმა, თავდახრილებმა უნდა მიიღოთ ეს სასწაულები, ღმერთი განვადიდოთ და რაც თავარია პირველ რიგში სასულიერო პირს უნდა მოუხმოთ, რომელიც გადაიხდის სამადლობელ პარაკლის, თუ ოჯახი არ არის, სახლი არ არის ნაკურთხი, აკურთხებს და ოჯახის წევრები მალევე მივლენ ეკლესიაში, იმარხულებენ ოთხშაბათი პარასკევი, იტყვიან აღსარებას და მიიღებენ წმინდა ზიარებას, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სასწაული დღეს თუ რამე ხდება დედამიწაზე, ეს არის წმინდა ზიარება, სეფისკვერი და ზედაში ზღვინო გადაიქცევა სისხლად და ხორცად. და თუ ადამიანი ამ სასწაულს, ამ წყალობას, ამ საჩუქარს, აი ამ უდიდეს ღვთის საბოძვარს არ იღებს და გონია რომ მარტო ხატიდან გადმოსული სითხე ეყოფა მას და აცხოვნებს, ის უკვე სერიოზულ ხიბლის მდგომარეობაში. ყოველთვის აღესრულება ეს მათ მოქმედება, ხო, როდესაც ადამიანი ლოცულობს წმინდანის წინაშე და სთხოვს მეუღებას, მოწმინე ადამიანი ყოველთვის გრძნობს შემწეობას. ამ შემთხვევაში არ არის. აი ამ გარკვეულმა მოვლენამ უნდა ჩვენ მიგვაახლოვოს ღმერთთან. ძალიან მოკლედ მინდა რომ თქვა, რომ გადმოვიდა ხატიდან სითხე, ნუ დავაქვეთ მაინც და მაინც მირონს და ვიღაცას გონია რომ მირონს იცხოვს, მე მირონის ხება. აი ესეც მინდა და მეკითხა. მოგესწრებათ რომ მირონი იხარშება ეკლესიაში მღვდელმთავრების კურთხევის გარკვეული წლების განმავლობაში, მე ეს რიგდება ეკლესიებში, ეპარქიებში და როცა ადამიანი ინათლება, მაშინ ხდება მირონცხება და მეორედ როცა ხდება მეფედ კურთხევა. დანარჩენი ახლა ჩვენ რომ ვიზახოთ რომ ყველა ხატიდან გადმოსული სითხე მირონია და ჩვენ ეს ვიცხეთ, გამოდის რომ საქართველოში ყველა ცხებულები ვართ და ყველა მეფეები ვართ ფაქტიურად, ხო? აქაც რაღაც თქო დაუკვირდეთ და გარკვეული ესე ვთქვათ შეხედულება უნდა ჩამოვაყალიბოთ. იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში მე მგონი აღარ არის იმისი დრო თქვათ რომ მე არ ვიცი, მე როგორ მოვიქცე, ხო გასაგებად ვსაუბრობთ, არა ეკლესიამ ხო ჩამოვაყალიბა თავისი დამოუკიდებლობა. მას ხო არ მოხო გითხრა რომ ნუ ეძებთ სასწაულებს. ეძებთ საკუთარ თავში ცოდვა. თუნდაც აი თომა მოციქულის მაგალითი რომ განვიხილოთ და თქვათ უბრალოდ რომ რატომღაც საზოგადოებაში ესეთი აზრია რომ ურწმუნო იყო თვითონ. ურწმუნო კი არ იყო კაც, უნდა რომ თავისი თვალით ენახა ეს ყველაფერი იხილა. ვიცით მისი სინამდვილის შემდგომში არ დაიმსახურა შექება ხო ღვთისაგან რომ შენ მიხილე და მიწამე, მაგრამ ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახავს და ახლა მე სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ბევრი სასწაული არ მინახავს.
თუ მინახავს არ მოვყვები ამას, მაგრამ ისე მწავს მე ჩემი ღმერთი, სულ არ მჭირდება სასწაულები. სასწაულები ჭირდება მცირედ მორწმუნე ადამიანებს, რომ ისინი, მაგრამ აი როცა მაცხოვრის გამოცდა მოხდა უდაბნოში, მინდა ესეთი პარალელი შეგახსენოთ, ხო? მას ხო შეიძლება ეშმაკმა შესთავაზა, რომ გადაიგდე შენი თავი კლდიდან ანგელოზები აგიტაცებდნენ, როგორც წერია 90-ე ფსალმოში და მას რა მოყვებოდა ძალიან ბევრი ხალხი ადიდებდა ღმერთს, მაგრამ ძალიან მალე მოსხდნენ კიდევ სხვა სასწაულს მერე, ხო? და თუ სასწაულებზე აიგება ჩვენი რწმენა, ადამიანის ეს უნება ესეთია, რომ ეს ერთი სასწაული მალევე წინდება და მომავალ კვირაში, მომავალ თვეში კიდევ ველოდება ახალ სასწაულს და თუ ვერ მიიღებს სასწაულს, მერე დაპყოლდეს და თქვას, რომ აი მე უკვე ღმერთს აღარ უყვარვარ, ასად არის ღმერთი და ასე ანუ ღმერთს არ უნდა რომ ჩვენ სასწაულებით მივიდეთ მასთან, თორე გადააქცევდა ქვევს პურებად რა გაუჭირდებოდა, ან გადმოხდებოდა იმ კლდიდან ანგელოზები აიტაცებდნენ რა გაუჭირდებოდა, მაგრამ არ გააკეთა ეს ქრისტემ. რატომ არ გააკეთა? იმიტომ რომ მას უნდა ჩვენ ცოცხალი რწმენა გქონდეს, რომ ჭეშმარიტება შევიცნოთ და ჭეშმარიტება გაგვანთავისუფლოს ჩვენ. ჭეშმარიტება თავად იესო ქრისტეა. წავიკითხოთ სახარება და სახარებით უნდა მივირწმუნოთ და არა სასწაულებს. თუმცა ეს უკვე მე მგონი არ არის ცუდი სასწაულების რომ მოხდეს, მაგრამ სასწაულების გამოდევნებული ადამიანი შეიძლება მე წერია რომ ანტიქრისტე მოვა ძალიან ბევრ სასწაულებს მოახდენს. არც მას არ გაუჭირდება თქვათ რომ რაღაც სითხე გადმოადინოს რაღაც გარკვეული ნივთებიდან, საგნებიდან და მე ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ ეს მირონია, შეიძლება ეგონოს რომ ეს ღვთისგან არის და ცეცხლს ჩამოიყვანს ეციდან. ძალიან ბევრი სასწაული აღესრულება, როგორც ვითხარით და სასწაულის მოშურნე და მოიმედი ადამიანი გაებნება მახეში და ყველაფერს მიაწერს მერე ღმერთს. და უკვე იტყვის რომ აი ნახეთ, უფრო მეტი სასწაულები ხდება ახლა, ვიდრე ადრე ხდებოდა და დაეჯერება რომ ეს ღვთაებრივი მოვლენაა და ამ და აქედან გამომდინარე ის შეიძლება მერე დაბყოლდეს და ეშმაკის, ანუ ანტიქრისტეს მრევლი გახდეს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ამაში მე მგონი რა ვიცი, ახლა არ არის ძნელი სიფრთხილე. ახაც სიამაყეზე აქვს გამახვილებული აქცენტი არაწმინდა სულს, რომ მე დღეს ხოლმე ხედავთ რომ მრავალ ტელევიზიაში ესეთი გადაცემები გადაცაც არის ინტრიგასაც არის რაღაც ეფექტები. ადამიანს უნდა არა სიმშვიდე და თქვა რაღაც წაიკითხოს და მოისმენს, არამედ უნდა რაღაც უცბად დაინახოს, უცბად რაღაც აფეთქდეს, უცბად რაღაც ჩამოვარდეს, უცბად რაღაც რომ ცოტა შეშფოთდეს, აღშფოთდეს და რაღაც მოვლენები, რაღაც წაიკითხოს ისტორიული ფილმები, არ უნდა რაღაცა დოკუმენტარული, უნდა რაღაც ესეთი რაღაცა მძაფრი სიუჟეტი რაღაც შინაარსი რომ გამოუტანოს ის კი არ უნდა, არამედ რაღაც თვალის სახილველად არის სანახავი და არა გონება რომ და ისე თქვას ხო, არც ყველობა არ ხდება, არც სროლა არ ხდება, არაფერი არ ხდება, მაგრამ რაღაც ისტორიული წყარო. ამის მოსმენა ცოტა ძნელია დღეს, ხო? უნდათ იქ რაღაც თავს მოყვეთავენ ალბათ, რაღაცას ესურიან, რაღაცას ააფეთქებენ, ექსტრემალური სიტუაციები უფრო მოწონს. აი ესეთი უხვად იქნება, როცა ანტიქრისტე მოვა. და თქვენ ხედავთ კიდეც რომ აი ამაზე არის გარკვეული შოუები, გარკვეული რა ვიცი გადაცემები და ფილმები სულ ამაზეა, ხო რაღაც. და ამიტომ ეს იგივე სასწაულების გამოვლენაა, ხო, ბუნებრივია. ამიტომ მართლმადებელ ქრისტიანს მიმართავ მე პირველ რიგში რომ ჩვენ მეც სასწაულს აღარ ველოდებით არაფერს, რაც არის განკაცება ქრისტესი, ხო? ჰოი საშინელი საიდუმლო, ღმერთი გამოჩნდა ხორცითა. ამაზე მეტი სასწაული რაღა უნდა იყოს, რომ ღმერთი ადამიანი გახდა ცოდვის გარეშე. საკუთარი სისხლი და ხორცი დაგვიტოვა. ყოველდღიურად რომ ზიამოდის და ჩვენ მას უყურებთ, ეს არ არის სასწაული. პატარა ხორბლის მარცვდა რომ თავთავი ამოდის, სიმინდი და რომ ამხელო ტაროიზდება, არ არის სასწაული, მაგრამ მაინც ჩვენ სულ ახალ-ახალი სასწაულები გვინდა. და თვითონ ხატი რომ დაიწერა და ხატზე რომ გამოსახულია ღმერთი, ეს სასწაული არ არის? რომელიმე წმინდანი როა ხატზე გამოსახული და სული წმინდის მადლი რომ გადადის ამ ხატზე, ის სასწაული არ არის. ყველა ხატი უკვე სასწაულმოქმედია, იმიტომ რომ ფიცარმა, საღებავებმა და ფუნჯებმა გადმოსცეს სასწაული ფაქტიურად და როცა ეკურთხება, ის უკვე სასწაულმოქმედია. ანუ ჩვენი გაგებით ვიძახი სასწაულმოქმედი, თორე ფაქტიურად არ შეიძლება რომ ეს ხატი მიყვარს, ეს ნაკლებად მიყვარს, ეს სასწაულმოქმედია, ეს არ არის სასწაულმოქმედი და ეს უკვე გემოთმოყარეობას აქვს, უკვე ახაც რაღაც გარკვეული გამოვლენა. და ძალიან ცუდია ფაქტიურად, ხო, ასეთი დამოკიდებულება. ეს მოძღვარი მიყვარს, ეს მოძღვარი არ მიყვარს. აუ, ეს ტაძარი როგორ მიყვარს, ეს ტაძარი ნაკლებად მიყვარს, ხო? აქ დიდი მადლია, იქ ნაკლები მადლია. ვის მის აღმერთმა საზომი, სად მეტი მადლია, სად ნაკლები მადლია, ხო? მადლი ყველგან ერთი და იგივეა. უბრალოდ ჩვენი მიდგომა არის საჭირო. მე შემიძლია რაღაც უბრალო რეპროდუქციის ხატი ავიღო და იმდენი მადლი მივიღო იქიდან, ვიდრე თქვა რაღაც დიდი 3 მეტრიანი ხატიდან და ან რომელიმე ტაძარში ძალიან ცნობილი ხატიდან. თავი ადამიანის მიმღეობა და რა ის თუ ხატი რომელიც საუკუნეში დაიწერა რა ზომის არის, ვინ არის გამოსახული, რა თქმა უნდა, უძველეს ხატებს მეტი მადლი აქვს, იმიტომ რომ მათზე
ბევრი ლოცვა აღსრულებულა ისტორია აქვს ამას მაგრამ აი გუშინ დაწერილ ხაზზე შემილია მე იმდენი ხანი ვილოცო და ისე ვილოცო იგივე მადლი მივიღო რაც თულ დაწერილ ხატებზე აქ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული და სასწაულები, კურთხევა, წყალობა, ზიარება, მაცხოვრის განკაცება და ყველაფერი მინდა დავიმახსოვროთ რომ ჩვენი ცხონებისთვის აღესრულა. თუ მე ვერ ცხონდი და იმ სასწაულმა, რომელიც ხატიდან აღესრულება, რომელიც ტაძარში აღესრულება ყოველ წირვას, იმ სახარებამ, რომელიც ჩემთვის დაიწერა, მე ვერ მაცხონა, ან არ მაცხონა, მაშინ მე არ მჭირდება. მაშინ ეს ყველაფერი ყოფილა ფუჭი. მაგრამ თუ იმ სასწაულმა რომელიც აღესრულება ხატებიდან რადგან დღეს ხატებზე ვსაუბრობთ, მაინც ხატებზე ვამახვილა ყურადღებას, მე დამაახლოვა ღმერთთან, უკვე ეს ნამდვილად ჭეშმარიტება. და ნამდვილად მაგალითად პატარა მაგალითს მოგვიყვებით, ესეთი სალოსები იყვნენ, რომლებიც იტყუებოდნენ რუსეთში ძალიან ბევრი ცრუ სალოსი იყო, ერთი ცრუ სალოსი, რომელიც იბრალებდა სალოსობას, მივიდა ერთ მონასტერში, დედათა მონასტერში, დედება მიიღეს როგორც ჭეშმარიტი სალოსი, მოღვაწე, ფეხები დაბანეს საღამოს და ის დაბანილი ფეხების ნაბანი ისხურეს და იხმიეს დედებმა და განიკურნენ. ანუ ის კი იყო, ასე ვთქვათ, ცრუ, მაგრამ მათ ეს მიიღეს როგორც ჭეშმარიტი. და იმის მიდგომით რომ მათ ჭეშმარიტად მიიღეს, ისინი განიკურნენ. ანუ ის ღვთისგან არის, არაერთვისგან მე თუ მას ჭეშმარიტად მივიღებ და თავდაბლობით მივიღებ და ღვთის სიყვარულით მივიღებ. მე ის ვერაფერს ვერ დამაკლებს და პირიქით შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ შეიძლება ღმერთი გამოგეცხადოს, ანგელოზე გამოგეცხადოს და შენ მაინც თქვა რომ არა, მე არ მიიღო არანაირად და შენში არაფერი არ მოხდეს. არ გინახავთ ადამიანები რამდენი სასწაული ყოფილა მაცხოვრებაში სიკვდილის გადარჩენილან, ხო? შვილი ყოფილა ცუდად და კარგად გამხდარა, შვილი არ ყოლია, მაგრამ მერე შეძენია და მაინც არ მოდის ეკლესიაში. მაინც ქვა დარჩენილი რაც იყო წარმოიდგინეთ, ხო? გასაშინელი მდგომარეობა არა, მასზე რაც გინდა მოხდეს, მაინც არ მოდის ეკლესიაში. და შეიძლება ზოგი ადამიანის ცხოვრებაში არც არაფერი არ მოხდეს, უთხრას მოძღვარმა წამოდი ეკლესიაში და ადამიანი წამოვიდეს მაშინვე ეკლესიაში, ხო? აი რადგან ეს საკითხი ახსენეთ, ხშირად არის ხოლმე რომ როდესაც უჭერს ადამიანს, მაშინ მიდის ტაძარში შესთხოვს, მაგრამ აი როდესაც მადლობთ უფალს ეს უფრო ნაკლებად ხდება, ხო? ნუ თუნდაც მე მაგალითად ჩემ თავზეც მიფიქრე ამაზე, რომ ხანდახან არის რომ აი მადლობა უფალო მithქვამს, მაგრამ უფრო მეტად როდესაც ცუდად ხარ გაგიჭირდება, უფრო მეტად ახლოს ხარ თითქოს. ალბათ ესეც არის. ეს არის წარმართული მიდგომა, 80% მრევლის არ ეწყინოს არავის მატერიალური ბუნებრივი მოგესწრებათ როგორი გაჭირვებაა და გაჭირვება იყო ყოველთვის ფაქტიურად და მიდის ეკლესიაში. იმიტომ აი ლუარსაბის მიდგომა, ექვსი აბაზის ანთელი დაგინთე ხვარი დაგიკალი და მე ხა სამაგიერო რაღაც. აი როგორ უნდა მოიქცეს მამა გიორგი მორწმუნე და იქნებ შევახსენოთ კიდევ ერთხელ რომ როდესაც გვიჭირს რა თქმა უნდა შევთხოვოთ უფალს და როცა გვილხის უნდა მაძლობდეთ ხომ? დადგენაც ასეთი თემა ჩვენ წამოვწიეთ, მინდა ხაზგასმითაურის ავტორიტეტული სიტყვები მოიყვანო, არა რომელიმე წმინდა მამის, ან ჩემი თავად მაცხოვარი იესო ქრისტეს, რომ უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სასუფეველიცათა და სიმართლე მისი, დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ. ანუ დანარჩენში იგულისხმება სახლი, კარი, ჩასაცმელი, საჭმელი, ყველაფერი და ანტიქრისტე რომ მოვა, იტყვის პირიქით. ეძებეთ ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩამოვთვალე, დანარჩენი სასუფეველი მერე მოგეცემოთ. ანუ ანტი იქნება ყველაფერში საწინააღმდეგოს იტყვის. ამიტომ მე უნდა ვიცოდე, რომ პირველ რიგში ეკლესიაში იმიტომ მივდივარ და იმიტომ ხდება სასწაულები, რომ მე ვეძებო სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი, ანუ ჭეშმარიტი აღმსარებლობა და დანარჩენი ვიცი, რომ ღმერთი თუ კი მინდვრის შროშანებს არ ტოვებს ისე, ხო? და ცხოველებს არ ტოვებს საკვების გარეშე, არც მე არ დამტოვებს საკვების გარეშე, მაგრამ თუ ეკლესიაში მე ურის გამო მივდივარ, როგორც მრავალი სექტანტები მიდიან, ხო? იქ ურიგებიან საჭმელს და მაგიტომ დადიან სამწუხაროდ ძალიან ბევრი სექტანტი, წვალებელი. აი მაშინ მეც დავემსგავსები მწვალებელს და მე ეკლესიაში პულს რა აღარ მომცემენ, მე აღარ მივალ ეკლესიაში, ხო? ამიტომ ჩვენ ეკლესიაში მივდივართ სულის საცხოვნებლად, სასწაულები ხდება სულის საცხოვნებლად და სულის ცხონება სინანულის გარეშე და ჭეშმარიტი ამხსარებლობის გარეშე, მარხვის და ლოცვის გარეშე არ არსებობს. კეთილი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, თუ მის ოჯახში მოხდება ესეთი რამ, რომ თქვა ხატებიდან დაიწყება მირონდენა, უნდა მიმართოს მოძღვარს, თუ არ ყავს სულიერი მოძღვარი და არ ცხოვრობს ეკლესიურად როგორც ბრძანეთ, მამა. ეხლა მე ნამდვილად მინდა შევახსენო ყველა მაყურებელს, რომ არ დაიწყო ფიქრი, რომ აი დღეს ანხვალე
ხატებიდან გადმოვა მირონი და არ დაუდარაჯდნენ ხატებს, ხო? და ამისი მისწრაფება არ უნდა კონდეთ. კი, როგორც კი ისეთი არა ბუნებრივი მოვლენები მოხდება სასწრაფოდ, თუნდაც თუ არ აყავთ მოძღვარი, მოძღვრის ნახვა დღეს მე მგონი პრობლემა არ არის. ნებისმიერ კორპუსთან უკვე ყველა რაიონში თბილისში და ყველგან არის უკვე მოძღვარი და მომქმედი ტაძარი, მაშინვე მიმართონ მოძღვარს, მოძღვარი არ დაზარდება. მოძღვრის პირველი მოქმედება იქნება ის, რომ მადლობა შეწირავს ღმერთს, პარაკლისს გადაიხდის, თუ ოჯახში ვინმე მოსანათლია, ან უზიარებელია, სასურველია, მოინათლონ, ეზიარონ და დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება. იმიტომ რომ აი როცა ზაქესთან შევიდა ქრისტე, თქვა სიტყვები, რომ დღეს იქნა ცხოვრება სახლსა ამას. როცა ჩვენ ოჯახში მოხდა სასწაული და მირონი გადმოვიდა, ქრისტე შემოვიდა ჩვენ ოჯახში. მოციქულები შემოვიდნენ. ასე ვიფიქროთ ჩვენ, რომ ეს ღვთისწყალობა რა უნდა გავაკეთოთ მე? თუ ვიპარავდი, აღარ უნდა მოვიპარავ, თუ ვილანძღებოდი, ვიგინებოდი, ჭორაობდი და შურიანი და ბოროტე ვიყავი, აღარ უნდა ვიყო. ანუ დავიწყო გამოსწორება. სხვა დანარჩენი თუ ისეთი დარჩი, როგორც ვიყავი და ის მირონი გადმოვა იქ, ხო, ეგ შემოვა მორწმუნე სხვა ადამიანი, მიიღებს მადლს და ჩვენ დავრჩებით ისეთები, როგორც ვიყავით, მეტი არაფერი. და აი მამა გიორგი, მე მსმენია რამდენჯერმე, როდესაც ეს ხდება ოჯახში, რიგებით დგას ხოლმე, მიდის მრევლი, ზოგი თქვა ნაკლებად რაც აქვს რწმენა, ისეც მიდის და უნდა რომ ეს ყველაფერი თავის თვალით ნახოს და წამოიღოს, ხომ? აი როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც კარგი ჩართვა გააკეთეთ, რომ და ის მიდიან, იმიტომ რომ აი მაშინვე სთხოვენ რაღაც გაჭირებული რაღაც ჭირდება და მაშინვე მატერიალურ სთხოვენ სულიერს, ხომ? რა თქმა უნდა, მატერიალური როგორც გითხარით, აუცილებელია, მაგრამ მირონ დინარე ხართან პირველ რიგში უნდა სთხოვო, რომ გამახსენე ჩემი ცოდვები, სიმდაბლე მასწავლე და მადლობა რომ ასეთი მოწყალე ხარ ღმერთო და დანარჩენ როგორც გითხარით, ის ბანკის ვალი იქნება, ასნეულება იქნება თუ რაც იქნება, ღმერთმა იცის რომ ჩვენ რა მდგომარეობაშიც ვართ და წარმოვიდგინეთ რა ღმერთმა მართვის საქართველოს როგორი გაჭირვება ამ სოფლიოში, მაგრამ ჩვენ რომ გამოსწორების გარეშე მან გამოასწოროს ჩვენ ეკონომიური მდგომარეობა, იცით რა მოხდება? ისე ხალხი წარმართი გახდება და ეკლესიაში ძალიან ბევრი ხალხი აღარ მოვა საერთოდ. როცა შენ არ გესმის რატო ხარ გაჭირვებული და რა მდგომარეობაში ხარ და შენ და უნებურად გამოხვალ ამ მდგომარეობიდან და უცბად გამოსწორდება შენი სიტუაცია, საკუთარ თავს დააბრალებ, ხო მაშინვე აი ნახე მე როგორი კარგი ვარ და სულ დაშორდები მე უკვე ჭეშმარიტებას და ღმერთს. ამიტომ ღმერთს უნდა რომ ჩვენი გამოსწორება პირდაპირ პროპორციული იყოს ჩვენ კეთილდღეობასთან. ჩვენი კეთილდღეობა პირდაპირ პროპორციული იყოს ჩვენს ესე თქვა, როდის დაიწყო ხალხმა ლოცვა გაიხსენეთ 90-იან წლებში უკვე რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხალხმა მერე გაიხსენა პურის რიგებში რომ ჩადგნენ რომ მამაოჩენო თურმე ყოფილა, ხო ესეთი ლოცვა მაშინ. ვის ახსოვდა მამაოჩენო? როცა ხორცი ორი მანეთი ღირდა, ყველი ორი მანეთი ღირდა, ვინ დადიოდა ეკლესიაში? ერთეულების გარდა არ დადიოდა რამე, ხო? როდის მოაწყდა ეკლესიას ხალხი, როცა გაჭირვება ჩამოვარდა და როცა ეროვნული მოძრაობა დაამხეს გარკვეულმა ბნელმა ძალებმა. აი მაშინ მოვიდა ეკლესიაში ხალხი. და ეხლაც მადლობა ღმერთს მოდის ხალხი ეკლესიაში, მაგრამ რატომ მოდის უნდა იცოდნენ, კარგი, არა სასწაულების გამო და არა სიმდიდრის გამო, არამედ სულის ხონების გამო უნდა მოვიდეთ და დანარჩენი ყველაფერი მოგვეცემა როგორც მაცხოვარ. მაცხოვარი ხوار გვატყუებს, ჭეშმარიტებას გადაგებს, მაგრამ თუ შენ სხვა რამის გამო მიდიხარ, რომ მაინც პური გინდა რომ მოქცეს, მოქცევს იმპულს, მაგრამ მარტო პურის გამო არ მოსულა ქრისტე, რომ შენ პური მოქცეს მარტო, ხო? არა, როგორ შეიძლება ახლა რომ აი ჩვენ პატრიარქთან მიხვიდე მატერიალური რაღაც საკითხების გულისთვის, ხო? ახლა ვინმე სპორტსმენთან მივა სულიერ საკითხებზე, ხო არ მივა? ამიტომ ვისაც რა როგორ ეხება და რა ეხება, იმ საკითხებზე უნდა შევაწუხოთ. ექიმი როგორც გარკვეული სნეულებების გამო უნდა შევაწუხოთ და მოძღვარი სულიერი სნეულებების გამო უნდა შევაწუხოთ და ხანდახან გვერევა ჩვენ ეს ერთმანეთი მივიდივარ და ყუდელს პულს ავთხოვთ ექიმს სულიერებაზე ველაპარაკებით, ხო? ეს უკვე რაღაცა ქართული ამბარდაუნება და უმეცრება არის მე მგონი. და ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი თუნდაც ექიმს არ მომედიხარ თუ არ ჯერა და არ გწამს რომ შენ ამ ყველაფერს დაამარცხებ და შეცვლია ეს ყველაფერიც კი განწყობანდერად მოქმედებს რომ დიახ. რომ შენ გწამს რომ ამის გაკეთება შემეძლია. იგივე ის გარკვეული სასწაული რომელიც აღესრულება შენთვის იმას არანაირი ძალა არ ექნება შენზე თუ შენ არ გწამს რომ ეს ღვთისგან ხდება. დანარჩენი რა ვიცი, ყველაფერი ჩვენ სარწმუნოებაზეა დამოკიდებული, როგორი სარწმუნოება გაგვაჩნია ჩვენ. იმიტომ რომ მაცხოვარს ერთი ქალბატონი რო შეეხება, იტყვის რომ ვინ შემეხოო და მოციქულები ეტყვი, ამდენი ხალხი გეხებაო და რა გავიგოთო შენ, მაგრამ ერთი ადამიანი შეეხო წმენით.
იმდენ ხალხში მარტო ერთი ადამიანი შეეხო რწმენი და მარტო ერთი ადამიანი განიკურნა. და წყემს ის არის. თუმცა მას შეიძლება ყველა განეკურნა. ხო ის ერთმა აღეს მიიღო კურნება. შეიძლება ხატიდან მართლა მოხდეს ასწაული 100 კაცი მივიდეს და ერთი განეკურნოს იქ. ვინც მივა სიმდაბლით, სიყვარულით, თავდაბლობით და რწმენით. კეთილი, მაშინ აი ამ გზავნილი დავასრულოთ, მამა გიორგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის ძალიან გვახარებს თქვენი სტუმრობა და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობთ ხოლმე მარტივად გასაგები ენით ყველასათვის. ნარიყაოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზე გიორგი თევდორაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, თემა გახლდათ მირონდინარე ხატები.